მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია. ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. თავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეულობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასჭირდა. მტკიცებულებები მოპოვებული, საქმე კი გახსნილია. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დასახელდა. როგორ გეგმავდა ყოფილი გენერალური პროკურორი ჯანგველაძის მკვლელობას და ვინ ეხმარებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს გეგმის სისრულეში მოყვანაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით ძმები დავით და გიორგი მიქაძეები თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. რის შედეგადაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ ფარცხალაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ყოფილი გენერალური პროკურორი ახლა სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება. ჩვენ სამართლებრივი ბრძოლისთვის მზად ვართ. ვარაუდობ, რომ ეს 32 ტომიანი მასალები არის წინა სხვისი საქმეები, რომელმაც თავი მოიყარა ერთიანად ამ საქმეში. ფარცხალაძისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს მოკლული ჯანგველაძის ოჯახის წევრები სრულ ნდობას უცხადებენ. უფლებადამცველი ადასტურებს იმასაც, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ფარცხალაძეს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს და ამ ადამიანს ჰქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები, მათი გზები სუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება. ქართული მართლმსაჯულების კრიტიკოსებმა ობიექტურობა ვერც ამჯერად შეინარჩუნეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს სამართლებრივის ნაცვლად კვლავ პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ და საზოგადოებას ფარცხალაძის წარსულზე მიუთითებენ. ქართული ოცნება მტკიცედ იცავდა ოთარ ფარცხალაძეს და ბოლოს გითხრეს, რომ მკვლელი ყოფილა ოთარ ფარცხალაძე და ეს არის და აშკარავეს ქართული ოცნების პოლიტიკას. რამდენად რეალურია მის გადმოცემა საქართველოსთვის, უბრალოდ ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს ხელისუფლება პირობასდებს, რომ დანაშაულში მხილებულ პირებს პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ. ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტს უმძიმეს უწოდებენ. ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს კი ფაქტებს უპირისპირებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებული ამ მკვლელობაში დაკავებული იქნეს ფარცხალაძის მიმართ, რამდენადაც ვიცით ჩვენ ვიცით უბრალოდ რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს რუსეთის მოქალაქე, რაც რა თქმა უნდა ართულებს ექსტრადიციის პროცესს. დანაშაულში მხილებულია, რასაკვირველია, ეს ოპონენტებს არ აწყობთ, იმიტომ რომ მუდმივად უნდა ისაუბრონ, რომ აი ფარცხალაძეს ხელსაფარებს ხელისუფლება, იგი არის ხიდი პუტინსა და ბეძილა ივანიშვილის შორის და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ბოლომდე მისული გამოძიება და ორგანიზატორის ვინაობაც არის ცნობილი, ვინც დაგეგმა ეს საზარელი მკვლელობა. ეხლა ჯერი არის უკვე კანონის აღსრულებაზე. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.